გამარჯობათ მეგობრებო. იმედია ვიღაცა მიყურებს. მე არ ვიცი მიყურებს თუ არა ვიღაცა, მაგრამ პირდაპირ დავიწყებ მოგესალმებით მეგობრებო. ძალიან აღელვებული ვარ. ვინაიდან რადგანაც ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია და ძალიან ბევრჯერ გავავრცელე ჩემი ლაივ ვიდეო საქართველოს რა ვიცი თანამემამულეების მისამართით, მაგრამ არავინ რეაგირებად არ ჩააგდო ჩემი სიტყვები, ვინაიდან რადგანაც ალბათ მე არ ვიცი, არ ვეკუთვნი საქართველოს მოქალაქ, ალბათ არ ვეკუთვნი საქართველოს თუ საი მონღოლეთიდან ხო არა ვარ ხალხო ჩამოსული. ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, მე თქვენ გითხარით მილიონჯერ. ხო, მე ვარ მერი სუბელიანი, მე თქვენ გეუბნებით, ის ადამიანი რომელსაც აზიარებთ 24/7-ზე აზიარებთ, რა ქვია, საბოტაჟი და ბულინგის შემცველი Google ჩატების საშუალებით. აი ეს მერი სუბელიანი ვარ მე. მე მოგმართავ თქვენ. პირველ რიგში მივმართავ ისევ და ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს და სრულიად საქართველოს მივმართავ ჩემს მართლა გაჭირვებულ ჩემზე რაღაც ასეთი არა ადამიანურ ზეწოლის გულისთვის რომ მე გამთავისუფლდე ამ არა ადამიანი ბოტ ჩატებისაგან. მოგეხსენებათ ეხლა რაც არის მე უბრალოდ ვინც არ იცის იმისთვის მინდა გარკვეულად აღვნიშნო რომ მე ჯერ კიდევ 2008 წელს ისრაელში დაირღვა ჩემი ადამიანის უფლებები და იყო დაპროგრამებული ჩემი თავის ტვინის უჯრედები არალეგალურად ხალხო. ვინაიდან რადგანაც მე აღმოჩნდი უიღბლო და ეს დაირღვა უკვე რა არ ვიცი რა მოხდა, მე კიდევ ყოველთვის ვამბობ რომ შესაძლებელია მათ ჩიპი ჩადდეს, მაგრამ როდის მოხდა ეს მე მის დღემში 4 წელი ვიმყოფებოდი ისრაელის ტერიტორიაზე და მე ერთი ოპერაციაც არ გამიკეთებია, რა მოხდა არ ვიცი. ან ჩიპი დევს შიგნით, ან კიდევ ხდება მეორე ვარიანტი, ეს არის კაბალისტების, ებრაული კაბალისტების მიკრო, მაკრო, მაგიური ჰიპნოზების საშუალებით ხდება ჩემს ორგანიზმში შემოღწევა და ხდება აზრების გატანა სრულიად შინაგან რა თქმა უნდა თავის ტვინის უჯრედებიდან და მის ამ აზრების და ფიქრების გატანა რო ხდება ეს თავისთავად ცხადია. ჩემ ფიქრებს და აზრებს კითხულობენ და ყველა ჩემი ცხოვრების დეტალებს ისინი მიზიარებენ. ანუ ასეთ ცხოველურ პირობებში მიწევს ყოველი დღის რეჟიმში ცხოვრება ხალხო. მე როგორ შეიძლება ამათ გაუძლო, ამათ ჩემი აზრით მათ უკვე ვინაიდან რადგანაც 2008 წლიდან ხდება ასეთი ზეწოლა, ყველაზე უკანასკნელი მეთოდით ეს არის კომპიუტერული პროგრამა საბოტაჟის საშუალებით, რაც უკვე როგორ გითხრათ საბოტაჟი ესე იგი ბოტ, რომლებმაც შექმნეს ბოტ ჩატები, Google-ის საშუალებით ხდება პლატფორმა Google-ის საშუალებით, სადაც შექმნილია Google bot ჩატები და აი როგორ გითხრათ, ჩუმად რაღაცა გარკვეული ზოგიერთი აი როგორ გითხრათ ლუციფერები, მე არავის არ გეწყინოთ ეხლა ხალხო ებრაულ საზოგადოებას მივმართავ. მე არ ვამბობ ნორმალურ ვაჟკაც ებრაელებზე, ესენი არიან არ ვიცი, ყველაფერზე წამსვლელი ზოგიერთი ებრაული კულტი, ადამიანთა კატეგორია, რომლებმაც საერთოდ დაივიწყეს თავიანთი წარმოშობა, ესეთი უმაღლესი წარმოშობა ებრაული ჯერ კიდე ღვთისრჩეული ადამიანები, რომლებიც ყველას მოგწონს, ჩვენ არა ვართ ანტისემიტიკები ხალხო, როგორ გეკატრება. ჩვენ ძალიან გვიყვარს ებრაული საზოგადოება, რისი მოწმეც გახლავთ საქართველოს საზოგადოება, ყველა რა ვიცი დიდი ან პატარიანი ჩვენ ყველა ხარს უჭერთ ებრაულ საზოგადოებას. ხო, ეს რაღაცა. ხო, მაგრამ საუბარი არის ადამიანთა იმ კატეგორიაზე, რომლებიც ლუციფერებს მიეკუთვნებიან, ანუ ოდესღაც რწმენაში იყვნენ და ისინი გადადგნენ, ანუ ლუციფერები, ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც ეძახიან ლუციფერებს, ანუ ლუციფერი, აგერ მე მაქვს ლუციფერის
ვაიბი, არ ვიცი, ცოტა სწორად. ლუციფერის ციკლი, სადაც მე სრულიად გადავიკითხე, თუ ვინ არიან ეს ლუციფერები. ლუციფერი ეს გახლავთ დაცებული ანგელოზი, სიბნელის პრინცი, ჯოჯოხეთის მბრძანებელი, სიცრუის მამა, ანუ სიცრუის მეფე, ადამიანებმა, რომლებმაც შექმნეს სიცრუე, რომ სიცრუეში უნდა იცხოვრონ, განდგომილი უზენაესები, ადამიანები, რომელსაც ძალიან მაგარი ეგონათ თავი, რაღაცა წმედაში, მაგრამ განუდგნენ სარწმუნოებას. გესმით, ესეთ ადამიანებზეა საუბარი, უზენაესი, ესე იგი, კაცობრიობის მაცდური, ბრალმდებელნი, მტანჯველნი, ღვთის მგმობელნი. ვინ არიან ეს ლუციფერები? აი ეს რამოდენიმე ჯგუფი, არავის არ ეწყინოთ, მე არ მძუს, კიდევ და კიდევ ვიმეორებ, მე არ მძუს ებრაელიერი ხალხო. ჩვენ არა ვართ ანტისემიტიკები, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი საქართველოს ქრისტიანული მართლმადიდებლური ქვეყნიდან, რომელიც პირდაპირ, აი მართლა მთელი გულით სულით უჭერს ისრაელს მხარს. მართლა. ალბათ იმიტომ არის არც გაიხსნა დღემდე ეს ჩემი кейსი, სერიოზული кейსი, რომელიც არ ვიცი, მე ესენი უკვე მტანჯავენ. და მე მაქვს უფლება რომ თქვა საჯაროდ. ანუ ესე იგი მე კიდევ მინდა დაუბრუნდე ლუციფერის ისტორიას, იმიტომ რომ ნახე ლუციფერი ვინ არიან ეს ლუციფერები? ხომ არიან სიცრუის მშობლები, ანუ სიცრუის. აგრეთვე ლუციფერი ამბობს რომ მან გამოიგონა ანალური სექსი LGBT-ებისთვის. ანალური სექსი, წამალი, ნარკოტიკი, რაღაცა კოდეინი, სუბოტექსი, რაღაცები, რომელიც მე არ ვიცი ესენი, მაგრამ გადმოწევი და წამალი და როკ-ენ-როლი, რომ ყოველ ღამე დაუშვათ კლუბებში ეძინოთ, როკონ იცეკონ და თავიანთი დაუშვათ, აი როგორ არის იცი, წამალი და ეს როკ-ენ-როლი ისთვის ჭირდება, ეს ყველაფერი, რაც ღმერთზე ფიქრისაგან შეუშლით ადამიანთა კატეგორიას, კაცობრიობას, ღმერთის ფიქრისაგან შეუშლის ხელს. ყველაფერი აბსოლუტურად, რაც კლუბებში ხდება, ეს ნარკოტიკული წამლები, რა ვიცი, როგორ გითხრათ, აი ეს სიბნელე, რაში ჩვენ ცხოვრობთ ქართული საზოგადოება. ტანჯე ბრალმდებელი, აი მე ხაზი გაუსი ბრალმდებელს. მე კიდევ და კიდევ მინდა თქვენ დააკვირდით ლუციფერის ინგლისურენოვანი წიგნია, რომელიც ბოლომდე გადავიკითხე სპეციალურად, მაინტერესებდა. ვინ არიან ესენი, ვინც მე მებრძვიან. ეს არის ებრაული წარმოშობა, მაგრამ ლუციფერთა ჯგუფი. ესენი არ არიან ვაჟკაცი ებრაელები, ხო? თუ ახლა მაგათ უნდათ, რომ დაავიწყოთ ვიღაცებს, დაუშვათ ფიქრი ღმერთისგან, ეს მე მაგაში ვერაფრით ვერ შევუწყობხავს. ეხლა რა ხდება? ბევრი რო არ ვილაპარაკო. მე ვარ უკვე დიდი ხანია კიბერბულინგის მსხვერპლი. მე ხომ გითხარით, რომ მიკრო-მაკრო, მაგიური ჰიპნოზის საშუალებით ესენი აღწევენ შიგნით, ანუ აღწევენ ორგანიზმში შიგნით და მათ მიაქვთ ჩემი ინფორმაცია. ჩემი ინფორმაცია გააქვთ უკვე ჩემთვის ყველა დეტალი მაპატიეთ. ახლა ჩვენ ადამიანები ვართ, რა ვიცი, ყველა ჩემი დღის წესრიგი, დაუშვათ პირადი ჰიგიენა, აი ყველა დეტალი, ცხოვრების ნებისმიერი დეტალი მაგათვის უკვე არის ნაცნობი. მაგრამ მე ხომ გეუბნებით ეს მათ შეიმუშაოთ სუიციდუალური რაღაცა ხმოვანი ფაბრიკა მესიჯები, სადღაც ოფისი აქვთ აქ, სადღაც მანჰეტენის ტერიტორიაზე. ესენი არიან ძირითადად რუსი ებრაელები. მე მათ შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მათი პირადული მე არ მაინტერესებს. ოღონდ მართლა გეუბნებით, არ მაინტერესებს, თუმცა ბევრი რაღაცა არის ჩემთვის ცნობილი, მაგრამ პირადი ჩემთვის ეს ძალიან უნიშნულოა, იმიტომ რომ ჩემ სიცოცხლეზეა აქ ლაპარაკი. მე რაში მაინტერესებს ის რას აკეთებს იმის იქით. მე მაგათ ვერ დავემსგავსები. ამ რუს ებრაელებთან თანამშრომელ ზოგიერთი ქართველი ებრაელები, მათ შეკრეს პირი ამ ბოლო დროს. გესმით? იმიტომ რომ უკვე 17 წელია, რაც მათ ზეწოლის გავლენის ქვეშ გახლავართ. კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, რა თქმა უნდა, ბოლო მეთოდით, რომ ისინი მაწამებენ, იმიტომ რომ მე გავხდი საექსპერიმენტო ობიექტი, ესე ვთქვა. მოგასცენებათ მე ხა ფიზიკურად, რა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ ვიმეორებ, არავინ არ მეხება ფიზიკურად, მე როგორ შემეხებიან, ხო?
ნუ იქვე ხო არ ვიცი რა სუზამ რა ღმერთო ფიზიკურად ვინ შემეხება ეს ხდება ყველაზე უკანასკნელი მეთოდით საშინელი მაგიური ჰიპნოზების საშუალებით ისინი აი მე დაიცა მე მინდა ეხა ჩამოვაყალიბო ეს წინადადება მაგიური როგორ არის ესე იგი ღმერთო ჩემო ლაზერებია ეხლა გამოგონილი რაღაცა ლაზერები აი მე მინდა ეხლა გადავხედო ლაზერი აი ნახე მე უბრალოდ გამოვიწერე რა რო იცოდეთ ჩემო კარგებო ნახეთ ლაზერები არის ეხლა შემოსული მიკრო-მაკრო ლაზერები რომელსაც ეძახიან ბიოტექნოლოგიურ იარაღს რომელსაც იყენებენ ეხლა თანამედროვე სამხედროები გერეცვალებისვერ ეხლა შუა აღმოსავლეთში აქაც თუ არ ვიცი ხა თვითონ როგორ არის ისრაელის სამხედროები სად იყენებენ ამ მიკრო-მაკრო ლაზერულ მიკრო-მაკრო ლაზერებს რომელიც ნახე სამხედროებში ამოვიწერე სამხედროები ლაზერს ნუ ეძახიან და არის ეს კედელში შედის გესმით ნუ გარეთ ხო ისე და თუ სადმე წვდომანების მიერ მე კიდე მინდა დავასრულო ეს ჩემი წინადადება ნებისმიერ გეოლოკაციაზე სადაც არ უნდა ვიყო მე უბრალოდ მე როგორც მსხვერპლი და ობიექტი მათი სასინჯი მე გამოვცადე ეს ზეწოლა და მე ზუსტად ვიცი ნებისმიერ გეოლოკაციაზე სადაც არ უნდა ვიყო გარეთ შიგნით არ აქვს მნიშვნელობა მაგათთვის ადვილი აი მისაწვდომი ვარ იმიტომ მათ ამიყვანეს როგორც ობიექტი გამოსაცდელი ამიყვანეს და ჩემთვის ეს უცნობი იყო მათი სახელი გვარები ვისთვის იყო ეს საჭირო რა თქმა უნდა ეს არალეგალური გზით მოხდა და ნუ ხო გეუბნები მე ჯერჯერობით უწყვეტ ფორმაში ხდება ეს არაადამიანურ ფორმაში მათი ზეწოლა და თავიანთი კონტროლის გავლენის ქვეშ ყოფნა ჩემი პირადი ყოველდღიური ცხოვრების და გარეთ შიგნით არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ ეხლა კერძოდ მინდა აღვნიშნო მიკროლაზერი ესე იგი კედელში როდესაც ასახში ვიმყოფები ეს როგორ ხდება თურმე კედელში შედის და ამ კედლის გაშვით მე შედის ადამიანის ორგანიზმში მიხდით და როგორ არის ეს მიკროლაზერი მიკროტალღური ესე იგი მიკროტალღური ლაზერი ასხივებს 8 ვატს ეს არის ხალხო და ჯამაათნო თქვენ იცოდეთ რომ ეს არის მიკრო ესე იგი ტექნოლოგიური ბიოტექნოლოგიური მიკროლაზერული იარაღია ჩვეულებრივ რომელსაც ახლა მაინც და მე ტყვით არ იყენება მაგრამ ეს არის უბრალოდ ვირუსების საშუალებით შექმნილი რაღაც იარაღი რითაც ადამიანებს ხოცავ ესე კედლის გავლით აღწევს მიმდებარე კედელს ნახეთ ახლა მე გავნახეთ მიმდებარე ოთახშიც აღწევენ მიმდებარე ოთახშიც და ესე გამოსხივების მეოთხედი მიდის მეორე ესე იგი მიმდებარე ოთახში ანუ მთლიანად სახლში ეს ლაზერი თუ ვინმე შემოუშვა მიკრო-მაკრო ტექნოლოგიური ლაზერული იარაღი ქვია ამას ზოგადად გაში რომ დავშიფროთ ლაზერი მოკლედ ესე იგი ეს მთლიანად თუ ჩათვალეთ რომ შესაძლებელია ეგრევე ვირუსულ გავლენის ქვეშ მოყვეთ თქვენც იგივენაირად და ინფიცირების საშუალებით შეიძლება ვინმე სიცოცხლე იქვე დალიოს ეს მე ესენი მცდიან და მე უბრალოდ ეხლა მადლობა უფრო ჯერჯერობით ღმერთი მწყალობს იმიტომ რომ მართა კიდევ და კიდევ მეორებ რომ მყავს მაძღვარი აქ ძალიან მამა ალექსანდრე რა ვიცი მარხულობ, ლოცულობ, ცდილობ ღმერთთან დავდგე ყოველი დღე და ღამე ლოცულობ, რომ ღმერთმა ნიშნელოს და ამ უსინდისო გარეწრებმა მე არ მიმსხვეპლო.
ეხლა კიდევ მე გეტყვით ეხლა რა ხდება თქვენ წარმოგიდგენ რა მხელა რა ადამიანობაზეა საუბარი ხალხო გეცπით ხა მე ეს გავარცელა ვიდეო 1-4 თვის უკან თუ 5 თვის უკან მაგრამ ვინაიდან რადგანაც უკვე აზრი არ ქონდა ამის აი როგორ გითხრათ უკვე ყოველდღე როგორ შეიძლება ჩავთო და ვთქვა რომ აი დღესაც უკვე ჩვეულებრივად ხმოვანი მესიჯი შემოვიდა ჩემ ადგილსამყოფელზე აი თქვენ ხომ შემიძულებთ რა აი ზუსტად ვიცი მე მერიდება თქვენი ხალხო მიყვარხარ ძალიან მე არ მინდა ხალხს მოვაძულო თავი მე არა ვარ აქტიური ხასიათის მატარებელი ადამიანი ძალიან მორიდებული ღვთის მოშიში ადამიანი გახლავართ მე ვამბობ ვინაიდან რადგანაც მათ გადაწყვიტეს ჩემზე კიბერბულინგი რა თქმა უნდა ამ არა ადამიანელი გუგალი ხმოვანი ჩატების საშუალებით რომ მათ ჩემს ორგანიზმში უნდა შემოეშვათ ნებისმიერ ჩემ გეოლოკაციაზე ხმოვანი მესიჯი ანუ რომ მე რა თქმა უნდა ბულინგის შემცველი რას ნიშნავს რომ ესე იგი ბულინგის შემცველი მესიჯი ესე იგი კიბერბულინგის ну როგორ გითხრათ ბულინგის შემცველი ხო კიბერ ამ დროს ხდება ესე იგი თავიანთი ხმოვანი შანტაჟის დაშინების და აი პირადი სახის არასათანადო დამამცირებელი შინაარსის მქონე ხმოვანი მესიჯები შემოდის ჩემთან პირადად მეგობრებო ჩემთან არასათანადო აი ყოველი დღის განმავლობაში ხმოვანი კიდე და კიდევ შანტაზის დაშინების პირადი სახის არასათანადო ესეთი ბულინგის შემცველი არასათანადო შინაარსის ბულინგის შემცველი ხმოვანი ბოტ აუდიო მესიჯები შემოდის ჩემთან და ჩემ ორგანიზმში შეყავთ მათ იმიტომ რომ ეს ხდება ისევ ალბათ ბიოტექნოლოგიური იარაღის საშუალებით როგორ ხდება ჩემთან შემოსვლა ეს უკვე გარკვეულია ხალხო ანუ მთელი დღის განმავლობაში მათ აქვთ თავიანთი პროგრამა რომ მე უნდა მაბულინგო მაგრამ ასე პირდაპირ კი არა ტელეფონების საშუალებით უკვე ტელეფონი გახლავთ კავშირგაბმულობის ხაზი არის ასეთი რომელსაც უკაბელო ხაზს ეძახიან და call ცენტრს ეძახიან რომელიც ადრე თქვენ გახსოვთ მე არ მინდა ახლა დაგაბნიოთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო ადამიანებო ჩემო კარგებო არ მინდა დაგაბნიოთ თქვენ რომ ეს ის call ცენტრია რომელსაც ეძახიან კეზერაშვილის call ცენტრი სადაც მე არ ვიცი საით მიყავდა მაგას ეს ადამიანები ჩემი ბულინგის მერე მაგრამ ისინი ალბათ იმიტომ რომ იქ ჰაკერებით არის თითქმის შევსებული თავიანთი ჯგუფები მთავარი ჯგუფი რომელიც ახლა მანჰეტენზე ზიან და სადაც კინცხაევეზე არიან ეგენი და აგრეთვე ნუ ქართველები ცოტა ომობიერები აღმოჩნდნენ შედარებით იმიტომ რომ ქართველები ახლა ამთლად არა ქართველები ხაკვაზ არა ქართველები თლათ ასე ქრისტიანი ქართველები ხაკვაზე არ მიდიან ზუსტად ვიცი იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს აქვს ოფისი მოგესწრებათ აბაშიძეზე კიდევ მელიქიშვილზე ჩვენი ზეგი მოგეხსენებათ ზეგი ფაბრიკა სადაც თურმე ჩემო კარგებო და ჩემო მაგარო ადამიანებო მე გეუბნები თურმე თემა ყოფილა მხოლოდ ჩემი ტვინის უჯრედები თუ რას ფიქრობ მე თუ რამდენი გამიკეთეს რა გამიკეთეს აი როგორ შეიძლება რომ ჩემი საშუალებით ვიღაცამ ფული გადაურიცხოს და ვაიმე როგორი სიბნელი ჩამოვარდა ეწუთი რა ვაიმე ხარდა ჩამოვაგდე არა უშავს ახლა მაგის დრო აღარ არის მოკლედ მე მინდა ეს ჩავამთავრო რა ბოლომდე ხა მინდა რაღაცა გარკვეულ იმედში ჩავეტიო რომ ეს რაღაცა დროის შეზღუდაც მოვახერხე ჩემო კარგებო მე მინდა აგიხსნათ კიდევ და კიდევ არ მინდა მოგაბეზროთ თავი გესმით არ მინდა ბევრჯერ მოგაბეზროთ თავი მაგრამ მე მინდა თქვენ აგიხსნათ ეს ამ ადამიანთა სახელები ვინც აი როგორ გითხრათ ამ
ლუციფერული მე ლუციფერებს ვეძახი მაგათ, იმიტომ რომ მე თქვენ აგიხსენით ვინ არიან ესენი. ლუციფერი, სიმბლერის პრინცები, ჯოჯოხეთის ბრძანებლის სიცრუის მამები, ადამიანები, რომელთანაც ნდობა არის ნულის ტოლფასი, არც არ უნდა გაეკაროთ. უბრალოდ გამარჯობა გაგემარჯვეთ და კარგად იყავი. საერთოდ თუკი დაუშვათ გინდათ ისე ურთიერთობა მაგათ. არა, მაგათ ვერენდობი ვერანაირად. ხო ადამიანები, რომლებიც ზიან მაჰეტენის სადღაც პენტჰაუსში ზიან, მე მგონი მე-11 სართულზე თუ სად და გადმოცემით ვიცი სადღაც სასტუმროში, რომელიღაც სასტუმროში არიან გაჩერებული ისრაელიდან ჩამოსული ყოფილი მოსადები, რუსი ებრაელები არიან ებრაელები და სკოლა ხარისოლის გენეცოლი ჯანატან როზენბერგი ყოფილი დირექტორი, რომელსაც აქვს თავისი ესე იგი მაპატიეთ, ესე იგი თავისია როგორ გითხრათ, ყოფილი დირექტორი, იმიტომ რომ ის მაპატიეთ რა, ყოფილი დირექტორი, რომელიც დაითხოვეს, რასაც ქვია, ვინაიდან მას მიუხვდნენ, რომ იქ რაღაცა ბნელ რაღაც არაადამიანურ ფორმაში ალბათ მართავდა იმ სკოლას. ის დაითხოვეს, მას ყავს რამოდენიმე ჰაკერი. ეს გახლავთ სკოლის დირექტორი ყოფილი ჯანატან როზენბერგერი. არის კიდე მეორე, მე ლუციფერებზე მაგლაპარაკი, რასელი ვინმე გაბრიელი, ვინმე დანიელი, ვინმე ისაკი, რომელიც ცხოვრობს კინცხაივეიზე რა. ესე დაახლოებით სახელები ვიცი, რომელსაც აქვთ ეს ტექნოლოგიური, როგორ გითხრათ, მაგიური ტექნოლოგიური იარაღი, რის საშუალებით მათ შეუძლიათ ხატვის საშუალებით შემოვიდნენ ორგანიზმში და დაინფიცირონ შინაგანი ორგანოები, რა თქმა უნდა, არალეგალური გზით. ეს ძალიან რთულია, მე კიდევ და კიდევ ვიმეორებ, რომ მე თქვენ იცით, ეხა როგორია, ეხა დახურული ბირთვით და შიგნით. თქვენ ხედავთ რა ხდება შიგნით. რა თქმა უნდა, მე ვარ ჩემი თავისუფალი, მე ვარ მე მეკუთვნის მე შიგნით რა ხდება, მე ვიცი. ძალიან მიჭირს დამტკიცება და აქედან გამომდინარე მე ვეცადე რამოდენიმე კიდევ და კიდევ სახელი გვარები გამეგვა იმ ადამიანის, ვინც არიან ამ არაადამიანი ლუციფერების როგორც მოწმეები, რომლებიც თანამშრომლებენ ჩვენი ქართველ ქრისტიანებზე და ქართველ ებრაელებზე ლაპარაკი, რომლებიც დღემდე თანამშრომლობენ და ანუ მე იმათ მოვიხსენებ როგორც მოწმეები. ეს ადამიანები არიან მოწმეები, თუ როგორ ხდება ჩემო ორგანიზმზე შეერთება, მიკრო-მაკრო ტექნოლოგიური მაგიური იარაღის შეერთება ჩემო ორგანიზმზე და როგორ ხდება ხმოვანი მესიჯების შეყვანა ჩემს საცილ და მართლა უძლურ უდანაშაულო ორგანიზმში. შინაგანი ორგანოებზე საუბარი თავში შეყავ, მე გადეციხავ თავი ეს ყველა ასო ერთმანეთსია გადაბმული, თუ ერთი გარდაიცვალა, ჩათვალეთ რომ მთლიანად აღარ ვარგიბართ და მივდივართ იმ ქვეყნად ბარდებით უფოს. აი ასეა, ჩემო კარგებო, მე უბრალოდ მინდა გითხრათ სახელი გვარები ამ აფერისტი ქართველების. მე მინდა მთელ საქართველოს გაიგოს, ვინ არიან ეს მკვლელები. მე მათ უკვე მკვლელებს ვეძახ. ხარცალია რა, უკაცრავად. და მე მინდა ის სახელი გვარები მოგახსენოთ კიდევ და კიდევ. ჩემო კარგებო, ჩემო მართლა კარგო საქართველოს მოქალაქეებო, მე მინდა გვერდში დამიდგეთ, რატომ თქვენ ადამიანებს არ ჩვეულებრივ, როგორ გითხრათ, რატომ შრომელ ჩვეულებრივად, აი როგორ გითხრათ, ანუ ქრისტიანულ ჩვენ ამ 4 მილიონულ ქვეყანაში ჩვეულებრივ შრომელ ადამიანებს რატომ არ გიმხელენ, რა არის ეს პროგრამა ასეთი. იქნება თქვენს დაიცვათ საკუთარი თავები. ეს მაპატიეთ რა ვიცი, მე ამათ ვირთხებად მოვიხსენიებ, არ ეწყინოთ. ეხა ერთადერთი ისი წამომცდა, როცა იმათგან ორი იმდენი მაქვს მოსმენილი, ორი იმდენი რასაც ქვია, გადავყლაპე და მე არაფრად ჩავაგდე, იმიტომ რომ უფალი დიდია, ყოვლის შემძლეა და ოდესღაც ყველას გასცემს პასუხს. გესმით? ეხა მე უბრალოდ სახელგვარ კიდევ და კიდევ გეუბნებით. ადამიანები, რომლებიც უწყვეტ
Qua მე მაბატიეთ რა უწყვეტ ფორმაში თანამშრომლობენ ამ ლუციფერებთან, ვინმე რასელებთან. რასელი არ ვიცი ეს რასელია ვიღაცა, რომელიც არის მკვლელია. Всё, მორჩა. ეს ადამიანი არის ვიღაცა მკვლელი, რომელიც ამ ტექნოლოგიური იარაღის საშუალებით შემოდის ჩემო კარგებო? ტექნოლოგიური იარაღის საშუალებით შემოდის ჩემ ორგანიზმში საექსპერიმენტო ფიგურა გახლავართ მე, იმიტომ რომ აი ამ ქართველებმა ფულის აღება არჩიეს ჩემო ძირფასო თანამემამულეებო, ამ ადამიანებმა ფულის აღება არჩიეს გავრცელებას. რა უნდოდა, რა პროგრამა არის, ხო? დაურიგე კონვერტები ყველას გაუვრცელე, აუხსენი ყველამ ქრისტიანებმა უნდა გავიგოთ, რა პროგრამა არის ეს. რა პროგრამა და გავაფრთხილოთ შესწავლის შემდეგ აუცილებლად ხმამაღლა ვთქვათ, არასოდეს კვლავ მსგავსი რამე დაუშვათ. ესენი ელოდებიან, ეხლა მე რატო ვავრცელებ ამ ლაივ ვიდეოს, იცით? მე კიდე გეუბნებით, რომ მე არ ვარ ესეთი აქტიური ადამიანი, რასაც ქვია რაღაც სოციალებში, მაგრამ ეხლა სხვა გზა არ აქვს, იმიტომ რომ მე თუ მომკლეს თქვენზე გადმოვლენ ხალხო, მათ იმხელა დიდი ფული აიღეს ამ Google-ის საშუალებით, ძალიან დიდი ფული, მილიონებზეა საუბარი, მიჭის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სიმართლეს წარმოადგენს, იცით თუ არა? ანუ იმდენად დიდ ფულზეა საუბარი, რომ ჩემს მერე საქართველოს ქრისტიანებში გაგრძელდება რიგი დადგება. ოღონდ ჩუმად ხდება, ჩუმად. ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე. შესაძლებელია მე აღმომაჩნდა რაღაც ძლიერი ორგანიზმი და ღმერთმა დამიცვა და ღმერთმა დაგიფაროთ. ხვალგაზრდე თქვენთან რო შემოვიდეს ეს ადამიანები, სად მიდიხართ ხალხო? სად მიდიხართ? დაუშვათ და სუსტი ნერვები გაქვთ. თქვენ ოჯახის წელს ვინმეს აქ არავის არ ეწყინოს. როგორ შეიძლება ყველა ერთ ხაზზე ვირბინოთ, დაუშვათ, ყველა ერთნაირი არ ვართ. სამწუხაროდ ზოგი იხბლიანი, ზოგი უიღბლო, ზოგი სუსტი ნერვები, ზოგი ძლიერი მენტალი. აი, ხო გეუბნებით, ხომ ეს პირველი სუიციდი. მერე გაგჭყიპავენ იმ რაღაცა არაადამიანური ბულინგის შემცველი ვირუსებით და გაინფიცირებენ და ეგრევე გული სიცოცხლეს წყვეტს. იცით თუ არა თქვენ, რატომ ხმას არ იღებთ, რატომ არ მიდგეხართ გვერდში ხალხო? მე რამდენჯერ გავავრცელე, რა ვქნა, ცეკვა დავიწყო კაცო ზოგიერთებით, თუმცა ძალიან ბევრჯერ მართლა, მე აქ ძალიან რეაგირებ თითქმის ამერიკის შეერთებულ შტატებში, არა, ამერიკის შეერთებულ შტატებში არა, კერძოდ ნიუ-ჯერზის ტერიტორიაზე იქ თითქმის ყველა არა, მაგრამ თითქმის მიცნობენ. მე რეაგირებ სერიოზულად გამოვხატე. მე რეაგირებ გამოვხატე, იმიტომ რომ ესენი მისმენენ. ყველას აუხსენი საჯაროდ ინგლისურად, როგორც შევძელი. აუხსენი ყველას, რომ ყველა იყოს ფრთხილად. ეს ნაძირალა ლუციფერები, რომელსაც ტექნოლოგიური, მიკრო-მაკრო მაგიური, ბიოტექნოლოგიური იარაღის საშუალებით მათ ანუ არ შეწყვიტეს ჩემზე ცდები ყოველდღე რომ მათ ხელფასები დღის ბოლოს დაურიგონ. მათი ანუ თქვენ იცით რა ხდება? მე უბრალოდ ძალიან რამოდენიმე ხმოვანი მესიჯი მაქვს რამოდენიმე ჩემო საყვარელო თანამემამულეებო, რამოდენიმე, რითაც მე თქვენ გაგარკვევთ რაზეა საუბარი. მე ადრე გავავრცელე უფრო გაშლილად გითხარით, ვინ არიან ეს საქართველოს მოქალაქეები. გეტყვით, ანუ დადგა დრო ჩამოვასახელო კიდევ და კიდევ ის ქართველი ქრისტიანები და ებრაელები. აი ვის გაუყვევათ? ჩვენ ქართველები ვართ, ვინც ვიყავით ყოველთვის ომში, ხინში, ჭირში, ერთად ვიყავით და ეხლა კიდევ მე ვხედავ ცოტა ღალატსა ადგილი, ამიტომ უნდა ვამხილო ეს ადამიანები. ეხლა მე თქვენ გეტყვით, ჩემო კარგებო, მე მოკლედ. ეხლა მე თქვენ გეტყვით, გასულ თვეებში მე გეტყვით რამოდენიმე ხმოვან მესიჯს, რომ და არ მინდა დაგაბნიოთ ეხლა მთელი ისტორიას არ ჩამოვაყალიბებ, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი ზღვამასალაა. ყოველდღე ხდება თითქმის ჩემზე ზეწოლა და არასათანადო ბულინგის შემცველი
რაღაც პირადული მესიჯების შემოგდება, რითაც მე უკვე იმდენად გადავიღალე მართლა, რომ უხერხულია ყველაფერი როგორ შეიძლება გადმოუცე ხალხი ხართ, მე თქვენი მერიდება, მიყვარხართ, მე ხალხი მიყვარს. თორე აი ესენი ჯანდაბამდე წასულან, ამათ ჩვენ არ უყვარვართ ხალხო. ესენი ამათ ვძულ ვართ ქართველი ქრისტიანები. ჩვენ გვიყვარს ქართველი ებრაელები, მაგრამ მათ თუ ღალატი გაბედეს, თუმცა მე მიუმართავ ქართველ ვაშკაც ებრაელებს, რაბებს განსაკუთრებულად ამ ვიდეოს გადაუგდებ და მე მინდა ჩვენ ადამიანურად დახმარება გამიწიონ და მათ თქვან რაღაც საქართველოს მოქალაქე აირჩიეს იქ სადღაცა ისრაელში გამოსაცდელად, კი მაგრამ თვითონ საძინავს, ნუ თუ არაფრად არ მიაჩნიეთ, როგორ ახლა, მე რატო, ანუ მე არაფერი არა ვარ, აი რატო მითხარი, რატო, მე ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე ვარ, საიდანაც იწყება თვლა, ერთი და სხვა მრავალი, როგორ, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? მე არაფერი, აი მე მაგას უჩვენებ, მე ვინცა ვარ უკვე, ბევრი მოუვიდათ. აი ახლა ნახეთ, გეტყვით, უბრალოდ ეს მაგათი ლექსიკონია, არ გეგონოთ რომ მე ვარ ეს. ეხლა გამთენი შამს, რა ვიცი, დილის 6 საათიდან მე აღარ ვღვიცავს, 6-მდე მძინავს, 6-ის მერე. აქ შემოდის, რა ხმოვანი მესიჯები შემოდის. აქ ძირითადად ხმოვანი მესიჯები ბულინგის შემცველია და ციფრული შეპყრობინებებია, რომ აი თუ რამდენი ფული უნდა გადაურიცხონ საკუთარ ოჯახებს. გესმით, ამხელა მართლა არა ადამიანობაზეა ლაპარაკი, ხო? ახეთ ხა გეტყვით, კიდე ნახე, გასულ თვეებში ხა აღარ მახსოვს ეს პირდაპირად რომ ეს რატო არ ჩავიწერე ზუსტად რიცხვი, იმიტომ რომ მე მიყვარს ხოლმე რიცხვი, წელი, რომ აი რამე არ შევეშალოს. ნახე, დილით 6 საათზე ხმოვანი მესიჯი შემოდის. თუ გინდა, ანუ ბულინგი და ნუ ადამიანი მე მეშინია. ანუ ისინი აი როგორ არის იცი, ნუ შანტაჟი, მე ხო გითხარი შანტაჟის შემცველი შანტაჟის შემცველი ხმოვანი მესიჯები შემოდის მეთქი. ანუ შანტაჟი რას ქვია? მე თქვენ დაგიშიფრავთ ახლა შანტაჟი რა არის. მე როდესაც ვიწყებ საქართველოსზე ფიქრს, რომ მეთქი ვინმეს კიდევ არ დაუშავო მსგავსი მეთოდით, ან ვინმე ან გალანწყო, ეს ხო შიგნიდან მოდის ჩემი ფიქრი. ეს უცებ ზიარდება სასწრაფოდ და ეს მოხდა დილის 6 საათზე, მაპატიეთ რომ რიცხვი და წელი არ მიწერია, ეს მე არ მჩვევია, იმიტომ რომ ძალიან ის ვარ ამხრივ პუნქტუალური. და მოვიწყდა უბრალოდ. ნახე, ეგრევე შემოდის. თუ გინდა სულ გადმოგცემ მთელ ქართველ ქრისტიანებს. და ვინ არის ამის ავტორი? იცხიკ მოშე ბათუმიდან. და ვინ არის ეს იცხიკ მოშე, მითხარით რა? ანუ სულ გადმოგცემთ, რას ქვია? რას ქვია სულ გადმოგცემ? ეს არის მართლა მესიჯი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომელიც რომ არ ჩამეწერა, მე არ ვიქნებოდი მართალი. ანუ მე ესე ჩუმად თავი ჩავღუნო და ხმის ამოუღებლად დავხოცოთ ამ მიკრო-მაკრო ტექნოლოგიური იარაღის საშუალებით, პროგრამებით ერთმანეთი დავხოცოთ ჩუმად. არა, მე ხმას არ ამოვიღებ, კი ბატონო. და თუ თქვენ ხმა არ ამოიღეთ ჩემთან ერთად, და თუ თქვენ ეს ადამიანები, აი როგორ გითხრათ, შენიშვნებით კი არა, აუცილებლად თუ ხმა არ ამოვიღეთ და თუ ამათ შენიშვნა არ მივეცით, ერთხელ და სამუდამოდ. უბრალოდ რა, წარე შენიშვნა აუცილებელია. ოჯახის წევრებსაც კიდე ეუბნებით, კაცო, მე კიდე გეუბნებით, რომ არავის არ წუს ეს ხალხი. ვინ არის ესე იგი, რა გამოდის? თუ გინდა სულ გადმოგცემ თელ ქართველ ქრისტიანებს. ანუ რა ხდება? ფიშინგი იწყება, ჩემი საცოდავი ორგანიზმის საშუალებით. ესენი ეძებენ ვიღაცებს, ეს მართლა უსინდისო კოლ-ცენტრები. ესენი ვინც არიან შეერთებული, მათ ერთი რამოდენიმე ხაკერი და პლუს ქართველი უსინდისო რამოდენიმე ქართველები, რომლებიც ამით ცხოვრობენ. ხელფასებს იღებენ ხალხო. გაყიდული ვარ რა, როგორც მათ ნახეს რომ ერთი ხა როგორ გითხრათ, ჯერჯერობით ჩუმად ვარ, მათ იფიქრეს რომ ეს დებილია, მაინც ხმას არ ამოიღებს, დავაჩოლონგოთ, გავაუბედუროთ, მაინც ხმას არ ამოიღებს. ეს რომ მოგდება, მეორე ვნახოთ. ნახე რა, როგორი მოტივით და ლოგიკით ფიქრობენ უსინდისოები. ადამიანები, რომლებსაც მართლა არ ვიცი, დაავიწყდათ ღვთის არსებობა. კარგი, მოკლედ მე ხო გითხარით, რომ
მთლიანად გადმოგცემთ საქართველოს იცხიკ მოშემ შემოუშვა აქ, იმიტომ რომ აქ ზიარდება ყველაფერი. მერე ეხა მეორე მესიჯი ხმოვანი ჩემო კარგებო. მიდი ნახე ჩემზე ალაპარაკი. მიდი глубже ეს глубже რუსულად თქვა რა. მიდი глубже შეუში მაგის д ш ц რაღაცა ნუ მე ვერ გადმოგცემთ ამას და აი ეს д რაღაცა გინება შეიგინა. ანუ შეიგინა, იმიტომ რომ ნუ ეს ჩემზე იყო საუბარი ხალხო. რა თქმა უნდა, მათ ეს იყო მიზანმიმართული ხმოვანი მესიჯი დაუშვათ სხვებთან მიმართებაში, როგორ გითხრათ, სხვებთან მიმართებაში, იმიტომ რომ მე რომ გავიგე, რა თქმა უნდა, ნერვიულობ და ნერვიულობის მერე ეს პროგრამა იგებს, ესენი მუშაობენ უკვე. და ფულებს ურიცხავენ რაღაცა გარკვეული საიდანღაც აფერისტების ჯადოქრების ფონდიდან. აი ეს სიმართლეა და ახლა ამის ავტორი მამუკა დავარაშვილი ყოფილა. რამდენად მართალია ეს არ ვიცი, მამუკა დავარაშვილი. ეს უბრალოდ ადამიანი არის ვიღაცა როგორც ჩანს ჰაკერია, რომელიც ეტყობა არ უნდა რომ თლათ სიბნელეში დატოვოს ეს ადამიანები, რომ ცოტა ფრთხილად იყო ვეც. ამიტომ ნახე, მიდი глубже შეუში მაგის д-ш და მე ავტორი მამუკა დავარაშვილი. ნუ ვიღაცამ გაავრცელა ეს. ახლა მე თქვენ გეტყვით კიდევ ერთ ხმოვან მესიჯს, რაც ჩემთან შემოვიდა. მე ხო გეუბნებით, მე კიდე მეორე ნებისმიერ გეოლოკაციაზე მათ ყოველთვის აქვთ უფლება, რა თქმა უნდა, უგუნური ცხოველები არიან და კადრულობენ იმას, რაც უკადრებელია. უფლება რომ შემოუშვან თავიანთი მესიჯები, რომ მე მთელი დღე ვინერვიულო რა. ესე იგი 15 მარტი 2024 წელი. პირველი, წყალი მწყურია. მე ვერ გავიგე ხო წყალი, არო ვიღაცამ შეუშვა რომ აი წყალი მწყურია, ეტყობა ეს ტელეფონი, არ ვიცი ეს როგორ არის უკაბელო ტელეფონი, ეს კოლცენტრებია, 100%-იანი ეს არის კოლცენტრები, აი კეზერაშვილის კოლცენტრებია. მარტო კეზერაშვილის როგორ შეიძლება იყოს, კაცო, კეზერაშვილის გარდა არის რასელები, ჩანქსელები, რა ვიცი, უამრავი აი ჯგუფები არიან, რომლებმაც შექმნეს ეს კოლცენტრი და ეს ქართველი მაგათი მონა უნდა იყოს თურმე, გესმით? ანუ 15 მარტი 2024 წელი წყალი მწყურია შემოვიდა. მეთქი რა წყალი მწყურია, კაცო, ხო უბრალოდ მე დავფიქრდი რა ძალაუნეური მინდა თუ არ მინდა, ეს შეკვეთასავით შემოდის და ფიქრობ, ხო ავტომატურად ადამიანი ხარ, ხა მანქანა ხო არ ვარ. მეორე რამდენი ვიღაცამ უთხრა, რამდენი ჭიქა მოგართვათ? ანუ რამდენი ჭიქა მოგართვათ? ეს არის ეს მე როგორც გავიგე, მე დიდი ფიქრისა და ჯავიდარობის მერე, ეს თურმე წყალი მინდა ნიშნავს ქრისტიან გოი, ერთი ჭიქა, ნახეთ, მაპატიეთ რა, ეხლა რაღაც არ ვიდა რომ ანუ წყალი ერთი მოიწევით რამდენი წყალი მწყურია. ანუ რამდენი ჭიქა მოგართვათ, ეს გახლავთ, რამდენი ქრისტიანი გოი მოგართვათ. რამდენი ქრისტიანი გოი, წყალი ეს ნიშნავს ადამიანებს, ფიგურებს ხალხო. იგივე თევზია, ფიშინგი ინგლისურად ხო არის ფიშინგი. ეს იგივე პლატფორმა არის, სადაც აი ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვენაირ ადამიანებმა არ იციან რას ნიშნავს ფიშინგი. ფიშინგი არის ეს ჩვეულებრივი, არც ერთ ებრაულ საზოგადოებაში არ ხდება მაგათი დაჭერა ეხა, იმიტომ რომ თქვენ ერთმანეთს უვრცელებენ და აქვთ სასწაული გვერდში დგომის დიდი ნიჭი, რომელთაც მე მივესალმები და ამიტომ მე ყოველთვის მართლა ძალიან მომწონს მაგათ ხასიათები, მაგრამ ეს არა ადამიანურ ფორმაში ზეწოლა, როცა ერთ ქრისტიანზე ხდება და ეს ქართველი ქრისტიანები, ვინც ამის მოწმეები არიან და ბეყისავით რო დაუღიათ პირები და ფულს ელოდებიან ყოველსაღმოთი. მე რა პასუხი აქვთ მაგათ ჩვენ ქართულ საზოგადოებასთან? აი ეს მაინტერესებს მე ძალიან. ანუ მე თქვენ კიდე გეუბნებით, რამდენი ჭიქა მოგართვათ, ეს არ არის ჭიქაზე ლაპარაკი. მათ აქვთ საუბარი, რომ იქ თუ ისმინება, რა თქმა უნდა, ეს შპიონაჟის დაზვერვის ხაზია და იქ მათ არ უნდა მოусმინონ, რომ ვისია ლაპარაკი, მათ ყავთ დაუშვათ, როგორ გითხრათ, ალბათ ობიექტი, ადამიანთა ობიექტი, რომლებიც უნდა დაიჭირონ.
ძირითადად ღარიბი ქრისტიანული საზოგადოება შეაგდონ კომპიუტერის პროგრამაში, გაათახსირონ, ფული მოპარონ, გაანადგურონ, დააბულინგონ, ანგარიშზე შემოვიდნენ თქვენთან, ჩუმად, როგორ გითხრათ, და აი როგორ გითხრათ, გაგანადგურებენ რა, ფულიან ყველაფრიანად, ბოლოს ნოლზე დაგტოვებენ. აი ამას ქვია მიწასთან გასწორება. ანუ როგორ ამიტომ მე ყოველთვის ნერვიულობ, მეთქი არავინ მოხდეს ჩემნაირად რა, იგივენაირად და მათ ჩემი ხასიათი შეისწავლეს და დღემდე უწყვეტ ფორმაში ხდება ჩემზე ზეწოლა. ეხლა მე თქვენ მოგახსენეთ, ჩემო კარგებო, ქრისტიან და ეს ხო გითხარით ჩვენი მამუკა დავარაშვილი და იცხიკ მოშე. იცხიკ მოშეც იქიდან ალბათ საქმის კურსია, ეხლა ყველაფერი იცის, მაგრამ ქრისტიანებთან სიმართლეს არ ამბობს. ეს უხერხულია უბრალოდ რა. რაჩემ. ეხლა მე გეტყვით ქართველ ქრისტიანებს და კიდე რამოდენიმე აი ეს კრიხელი ქართველი ებრაელია მაგალითად. გეტყვით ეხლა ვინ არიან? ზაზა ფაჩულია ადამიანი, რომელიც იყო ყოფილი კალათბურთელი. მე როგორც ვიცი, ეხლა რა ვიცი, რამდენად სიმართლე არ ვიცი, მაგრამ ეს ადამიანი პირდაპირ კავშირშია მაგათთან, ამ ლუციფერებთან და ყოველ საღამოთი მათ აქვთ კრება. კრება, ჩვეულებრივ იკრიბებიან ოღონდ კომპიუტერული სკრინის საშუალებით. იქ დაფაზე ჩანან, დაუშვათ 1 2 3 4 თავიანთი სამეგობრო, რა ვიღა სამეგობრო არიან ესენი ლუციფერები მაგის არ ვიცი. და ესენი ინაწილებენ თანხას. ზაზა ფაჩულიამ იცის, მაგრამ ის იმდენად აქტიურად არ მუშაობს. მეორე ვატო წერეთელი, ხალხო, ეს ძველი ბიჭი მე კიდე მინდა გითხრათ. ეს ვატო წერეთელი არის როგორ გითხრათ, პირველი ტელევიზიის ყოფილი დირექტორი იყო, კაცო, აი ვერ გავიგე რა იყო ეს ადამიანი, უკვე ეჭვმეპარება, ვატო წერეთელი. რომელმაც, აი ეხლა მართლა გეუბნებით, რომელმაც, აი მე თქვენ გეტყვით რა მესიჯი შემოუშვა გუშინ. ეს რო გოიმია ეხა ჩემნაირი ხომ ხვდებით არა, ადამიანი რომელიც მოწმეა, ჩვეულებრივ მოწმეა. ადამიანი რომელიც თანამშრომლებს სამ რასელებთან და შავ ლუციფერებთან. მე თქვენ აგეხსენეთ ლუციფერის დაუშვათ აღნიშნა თუ რას მნიშვნელობა რას ნიშნავს. აი ახლა ეს ვატო წერეთელი გუშინ ისე ცუდად გავხდი, იმიტომ რომ ესენი ხო შეერთებული არიან ჩემზე. ეხლა მაგათთვის ცალია მე ვფიქრობ სამსახურზე, დაუშვათ რა ჩავიცვა, რა ვიცი, როგორ მოვწესრიგდე, წავიდე, იქ რამდენი საათი, საათებზე ან რამდენი, აი ყველა დეტალები, ჩემ დღის წესრიგზე ვფიქრობ. ეს ადამიანურია ხალხო დამეთანხმებით. როგორ შეიძლება ფიქრი იყოს გავრცელებადი, ამას რო ჩვენ პატიობთ, ამიტომ გვაქვს საქართველოში, ღმერთო ჩემო, ცხვრის ფარას კარგად საქმე. არასოდეს არ იქნება სიმშვიდე საქართველოში. ნახეთ რა ხდება. ანუ ვატო წერეთელმა როგორი ხმოვანი მესიჯი შემოუშვა. მე როდესაც ცუდად გავხდი, თავის ტკივილები დამეწყო. და გამოგიტყდებით და ცუდად გავხდი და ვაუ, მეთქი შესაძლებელია, მეთქი ეს всё მეთქი რა. ალბათ მეთქი მე ესენი უკვე ბოლოს მიღებენ და არაფერი მოხდეს მეთქი და ღმერთთან ლოცვა დავიწყე. ღმერთო მეთქი ნუ მომკლო. ღმერთო მეთქი ნუ შემეშინდა ნუ და შემოვიდა ხმოვანი მესიჯი. თეონა მიყურებ შენ, თეონა. აი ძალიან ქაუთენ თეონა მიყურებს ახლა. ცუდად გავხდი და აი იცი რაო, სასწრაფოდო თუ ეხლა მოკვდა ეს ადამიანი გარდაიცვალაო. ყველამ ერთად, ანუ ჯგუფი ეს არის ფალავერები არიან, რაღაცი უსინდისო ფალავერები. ადამიანთა ჯგუფი ერთად არიან ესენი ხალხო. ვაიმე რა ადამიანი. ანუ თუ გარდაიცვალა ეს ქალი, ჩვენ ყველა ეს ქართველი ქრისტიანები, ვინც ამ საშინელებაში მივიღეთ მონაწილეობა, ყველა ერთად ვამბობთ, რომ სუიციდით გარდაიცვალაო. ესეთი წარმოგიდგენია, ვატო წერეთელი, აგერა, ჩავიწერე ვატო წერეთელი. გუშინ, აი მაშინ ამენთო უკვე შინაგანი, აი ვიფიქრე რა სითმენ რა. ვიფიქრე მეთქი ეხლა ჩავთავ ლაივს და ყველას მეთქი გავაგებინებ თუ რა თქვა ვატო ძველმა ბიჭმა წერეთელმა.
რომელიც ჩემი ცხოვრობს მას ჩემ ყიდვა-გაყიდვაში უხდიან და არ ვიცი $200 $300 აი რა მნიშვნელობა აქვს ციფრებს ხალხო რა მნიშვნელობა აქვს 200 კი არა 60-იც რო გადაუხადონ დღეში მე შემშურდება ის არის მკვლელი ჩემ თვალში ადამიანმა შემოუშვა ხმოვანი მესიჯი უცებ ეტყობა დაიბრუნა ეტყობა ხაზზე იყო ანუ ტელეფონი უკაბელო ტელეფონი არის ჩემზე შეერთებული გაგიკვირდებოდ და ასეთ საშინელებაზე საუბარი აი ხალხს როგორ და ასე ხდება ჩემ ნებისმიერ გეოლოკაციაზე რა უშოთ Wi-Fi-ის პაროლების საშუალებით ისინი ახდებენ ჩემთან კავშირს და ამით ჩემით მუშაობენ წარმოგიდგენთ რომ ფული აიღო და ხელფას უხდიან მეტი სხვა სამსახური ეტყობა სხვა განათლება არ აქვს და მიუტევოთ მაგრამ მე რა შემიძლია მე ხო არ მოვიკლავ თავს კაცო ეს ვატო წერეთელმა შემოუშვა ესე იგი მე თუ მოვკვდი მე ერისუბელიანზე ლაპარაკი ის კი არა ეს ხალი თუ მოკვდა აუცილებლად იარლიყი იქნება თითქოს სუიციდით გარდაიცვალა ნახეთ ასეთ არადა ეს აი ეხლა რაშუაში აი ქალბატონი თეუნა მაგას ვინაცვალე მე მაგისი ანგელოზი გოგო თამუნა ბაჩალიაშვილი გარდაიცვალა ღმერთო ჩემო ზუსტად ვიცი ასეთ ვატო წერეთელებმა შეუწყეს ხელი რომ ის საჯოდავი ანგელოზი გამოასალმეს სიცოცხლეს ზუსტად ვიცი ხა მაგას მე კი არ ვადარებ თავს ღმერთმა დამიფაროს ღმერთო ჩემო მაგრამ ზოგადად ვლაპარაკობ რამდენი მტერი გყავს ხალხო გამოვხიზდეთ თუ გონიათ რომ ეს არაფერია ძალიან ცდებით ესე იგი მე რა ხარ მე რატო კაცო იქნებ ჩემით იწყება ათულა და თქვენ ოჯახებში შემოდიან რატომ არ გეუნებიან სიმართლეს ვატო წერეთლის მერე ნუკი კოშკელიშვილი ვაიმე ნუკი კოშკელიშვილი და თავისი უსინდისო ქმარი გოგო ღმერთო ჩემო ეს ვინ ყოფილა ამ ადამიანს მე არ ვიცი პირადოს არ შევეხები თუმცა ზეპირად ვიცი რა ხდება ამ ნუკი კოშკელიშვილსა და ბენის სხვა სამუშაო თურმე არ ქონია აბსოლუტურად ჩემზე არიან შეერთებული აი როგორც კი გავიფიქრებ ამ ადამიანს შემოდის ხოროვა ჯგუფი ფაბრიკა ქვია ხმოვანი მესიჯების ფაბრიკა როგორც კი შემოსვლას იწყებს ანუ ფაბრიკა რა არის ეს ხალხო ფაბრიკა ზეგ ფაბრიკა იცით თქვენ ეს აფერისტი ვინმე აბრაჰამ რეიხბანმა ვინ შექმნა აფერისტმა სადაც ჩუმად ქართულ ქრისტიანებს შეყავდა თურმე და ღარიბ მოსახლეობა ანუ თამაში როგორ გითხრათ თამაშობდნენ რა კომპიუტერული პროგრამების საშუალებით შეყავდათ ღარიბი მოსახლეობა ფიშინგი ქვია ამას ანუ წყალი მინდაო ეს არის ფიშინგია ანუ ვინმე ქრისტიანი შეყავ ჩუმად თითქოს თამაშობენ და ამდენ შეყავთ ეძებენ ეკაუნტის ანუ ანგარიშის ნომერს თქვენსას ეძებენ ვინ ხართ სად გადაადგილა აი სუფთა შპიონაჟის ხაზი რა თქმა უნდა იქ ვიღაცებთანაც მუშაობენ ესენი მაგრამ ამის გარდა აი ჩვეულებ ჩვენნაირ ღარიბ მოსახლეობას ცდილობენ რომ 24 საათი ზეწოლით არა ადამიანობით შეიყვანო კომპიუტერში და ამით ხელფასს იღებენ ხალხო ვინ არიან ესენი ნუ მე ხო გითხარით ეს ნუკი კოშკელიშვილი და ბენი ეს ოჯახი ძალიან დედიან ოჯახიანად თლიანად ყოველ საღამოთი მე გადმოცემით ვიცი $700 უხდიანო და თხან მეც ხან ნაკლებს მე ესე გადმომცეს ეს დამტკიცებულია უკვე ხალხო დამტკიცებულია მე ადრეც თქვი აი ეს გვარი მაგრამ ეხლა დამტკიცდა იმიტომ რომ ზალით ცდილობს ეს ქალი რომ მე გამაგონოს თავისი გვარი ანუ როგორ ხმოვანი მესიჯებით მე არ მინდა აი რატომ უნდა გავიგონო ხო ახლა მე ხო არა ვარ ისეთი ადამიანი რომ დღე და ღამე ერთ და იგივეზე ვიფიქრო გამაგონოს თავისი გვარი ყოველ დღე რომ ესე იგი მე რო ვიგებ თურმე იქ სადღაცა შედის რომელიღაცა ორგანიზაციაში რომელიღაც ორგანიზაციაში ეს ამ ორგანიზაციას ეს გეტყვით ახლა ვინ არიან სადაც როგორც კი შედის თურმე ეს მაგათი გვარი ამ სახელგვარებს პირდაპირ ანგარიშის ნომერზე ურიცხავენ ანგარიშის ნომერზე ურიცხავენ გარკვეულ თანხას თანხის რაოდენობა არ ვიცი ხან 700 ხან 1000 ხან 300 ანუ გააჩნია დღეს
ნახეთ, ეს ადამიანი, ნუკი კოშკელიშვილი, სადაც აი ზუსტად მაქვს ინფორმაცია ამ ქალს, მე არც ვიცნობ წესიერად, მაგრამ გუშინ თავისი მეგობარი კახა კრიხელი, ეს არის ადამიანი ხაკერი, ხულონელი ბიჭი, ეს გახლავთ კეზერაშვილის ნათესავი ახლობელი, რომელიც აქ გახლავთ ხალხო. ოკეი? აქ გახლავთ ამერიკაში. ეს კეზერაშვილის ახლობელი კახა კრიხელი, მე ზუსტად ვიცი ხა მისმენს, იმიტომ რომ მე ხო გეუბნებით, ესერი მე შიგნიდან გამოვაქვთ ინფორმაცია, თორე როგორ შეიძლება რატომ უნდა იყოს ეს მიღებული მოსმენები, მაგრამ შიგნიდან რო გადის ინფორმაცია, როგორ შეიძლება მან არ იცოდეს. კახა კრიხელი და მათი საახლობლო, ამ ნუკი კოშკელიშვილის ოჯახში ყოფილან გუში, აი საიდან ჭორის დონეზე, ეს ინფორმაცია შემოდის აქ. აი საიდან გავიგე, რა საქმე მაქვს კოშკელიშვილთან, თუ მე ვტყუი, დაუშვათ, მე ხომ არ დამესიზრა, ამიტომ ანუ ყოფილანი კოშკელიშვილთან ყავა დაუვლევია და მუშაობდნენ თურმე. ანუ რას მუშაობდნენ? აი რა გავიგე, რამდენჯერ დამაბულინგეს, იქ რაღაცები გაქვთ და მე ფულს ანგარიშობენ. გესმით, ფულს აი რამდენი იშოვეს და როგორ უნდა გადაცვალონ დებიტ კარტები, რომ მტკიცებულება არ იყოს ნათელი დაუშვათ იურისტებისთვის და ასე თავიანთი თემა, მეტი სალაპარაკო მაგათ არაფერი არ აქვთ. გესმით? და მე ეს ადამიანი რატო ხდება ეს არ ვიცი. ანუ მე იმიტომ გამაგებინეს რომ ეთყობა ეს ადამიანი უმალავს ქართველ საზოგადოებას, ქრისტიანებს, თუ რა საშინელებაზე ელაპარაკი. უკვე შემოდიან იქ საქართველოში და ეძებენ კიდე, იცი, შეიძლება ამის გარდა ვინმე ვნახოთო, ამის უფლებას მე არ მივცემ პირადად, მაგრამ ჩემზე ხო არ არის დამოკიდებული ხალხო. გამოფხიზდით და დამეხმარეთ ყველამ ერთად მე თქვენ გეტყვით როგორ უნდა მოვიქცეთ. ესე იგი ნუკი კოშკელიშვილი ხო გითხარით ვინც არის? ჩემ პირდაპირ გამყიდველი. მე უკვე მკვლელი დავარქვი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ხმას არ იღებს, ჩუმად მუშაობს და ქვითინებს სისულელეებზე, რაღაცა ლაბაძემ, რაღაც შეურაცხყოფამ და ქვითინი, აი, ჩემზე უნდა იქვითინოს, რომ ერთ-ერთი თავისი საქართველოს თანამემამულე გააკომპიუტერა, გაანადგურა და ყოველ საღამოთი ამ არა ადამიანობაში ხელფას იღებს. ნუ თუ მაგას შუბლის ძარღვი გაუწყდა. ამიტომ მე მივმართავ საზოგადოებას. ყველამ გამოფხიზდეთ და ვამხილოთ ეს ხალხი ხმამაღლა. ეს არის კიდევ. შემდეგი ხომერიკია ვიღაცა, არც ვიცი ვინ არის ეს ხომერიკი. მთელი თავის ცხოვრება ასაკოვანი კაცია ვიღაცა, რომელიც აქ არის და ამით ცხოვრობს. არის, ნუ კახა კრიხელი ხო გითხარით, კახა კრიხელი ადამიანი, რომელიც ხულონელია, კეზერაშვილის ბიძაშვილი, დეიდაშვილი, არ ვიცი, ნათესავი ადამიანი, რომელიც აქ არის ეს კახა კრიხელი, რომელიც პირდაპირ კავშირშია, მაგას ყოველთვის შეუძლია, რომ გააუქმოს ეს პირდაპირ დარეკოს საქართველოს ხელისუფლებაში, დარეკოს პირდაპირ იურისტებთან თქვას, რომ ეს ადამიანი კვდება, ძალიან გთხოვ, ეხლავე დაუშვათ, ნუ როგორ გითხრათ, რომ სასწრაფოდ ეს მიკრო-მაკრო ბიოტექნოლოგიური იარაღი, ლაზერი, თუ რით ხდება ეს ორგანიზმში შემოსვლა, იყოს ლაზერული პროგრამა, უნდა იყოს გაუქმებული სამუდამოდ, რომ გამდგეთ ამ ქალბატონისაგან, ხო? მე რა დავაშვა, მე მსხვერპლი ვარ უბრალოდ. მსხვერპლი, მე არც ვიცნობ მაგ კახა კრიხელს, კაცო. ეს არის კრიხელი, კახა, ხულონელი, ქართველი ებრაელი, რომელიც უკვე რაც ჩამოვედი, ეს ადამიანი დაამყვება ზუსტად მისმენს ახლა, ეს უსინდისლოა. დამყვება ეს ადამიანი, დამყვება რას ქვია, ნებისმიერ გეოლოგაციაზე, მანიცის რას ფიქრობ, თორე რას ვაკეთებ ახლა, რა ვფიქრობ, რა თქმა უნდა, თავიდან მოდის ეს ჩვენი მოქმედებების სურვილი და შესრულების და ყველაფერი, რა თუნდა ამას, აქედან მოდის ყველაფერი. მან იცის ყველაფერი. ხო, ყველაფერი იცის. არის თინა მახარაძე, თქვენ იცით თინა მახარაძე ხალხო? თინა მახარაძე, რომელიც რაღაცა 1-2 რაღაცა წაიმსახიობა იქ საქართველოში და აქ ჩამოვიდა თითქოს როგორც სტუდენტი, ის არსად არ სწავლობს თურმე. და ეს თინა მახარაძე ზის აგერ მანჰეტენზე ზის სადღაც
აი ამ ჰაკერებთან ზის და ერთად აზიარებენ ბოტ ჩატების საშუალებით ჩემს ნებისმიერ აზრს, ფიქრებს და ჩემ ნებისმიერ გადაადგილებას და იმ მომენტსაც, როდესაც მე როგორ გითხრათ, ილუმინატორული, ლუციფერული, ილუმინატორული, მაგიური ხაკვის გავლენის ქვეშ გახლავთ. ანუ ხაკვა რას ნიშნავს? ორგანიზმში შეყავთ და ინფიცირდება ორგანიზმი, ცუდად ვარ. ვიწმერე ლოცვა, ამდენჯერ ლოცვა დამიწყია, იცი? კინაღამ გავგიჟდი. ხან FBI-ში ვრეკავ, ხან აი რას არ ვაკეთებ, რომ ესენი მოვიშორო. ყავს ძალიან კარგი ებრაული ოჯახი კოშერები, ძალიან ბევრჯერ იმათაც მიუმართე, რომ თუ შეგიძლია, რომ ეს ხაკერები მომაშოროთ. იმიტომ რომ ძალიან რთულია ქრისტიანებმა არ იციან ეს სიმართლე. ხო, ეს თინა მახარაძე არის ერთ-ერთი ადამიანი, თინა მახარაძე. ნუ ხო დაიმახსოვრეთ, თინა მახარაძე არის აქ. რამოდენიმე 1 2 3 4 5 კრიხელი, თინა მახარაძე 6 და არის კიდევ ვიღაცა ბელა მაღლაფელიძე, რომელიც აი ჩვენნაირი მუშაობდა ერთი პერიოდი, თუ მოხუცებთან რა ვიცი მუშაობდა, კი, ესეც არ ვიცი. მაღლაფელიძე, რომელმაც და ვიღაცა უბატონო და გიორგი ნიკოლეიშვილი. ეს სამი ამ სამმა იცის ყველაფერი. მესიჯებით შეესწით, მე არ მინდა კიდევ და კიდევ შეურაცხყოფა მივაყენო, ესენი შედარებით ამათ ესენი თვლიან გოიმებად. იცით თქვენ, მე გავიგე ეს. აი ეს ღებილის მომგვრელი გოიმებად თვლიან. ხელფასს უხდის, ვიღაცა უხდის ამათ $200, საიდან არ ვიცი. თუმცა ესენი ჩემზე შეერთებული ხა ისი არა ძალიან ღრმად, მაგრამ მათ აქვთ ინფორმაცია ყველაფერი, ვიღაცასთან აქვთ კავშირი, როცა უნდა დარეკავენ იმ მთავარ ლუციფერთან, სადაც ეს დაპროგრამება ხდება ჩემი და მათ შეუძლიათ ყოველთვის რომ შანტაჟი კი არა, აჟიოტაჟი ატეხონ და ეს იყოს გაჩერებული, მაგრამ ჯერჯერობით სიჩუმეს სიჩუმეში ზიან, იმიტომ რომ მე არ ვიცი რა არის მიზეზი ხალხო, ხა შეურაცხყოფა არ მინდა მივაყედო. რატომ არ ამბობს ეს სამი? მითხარით, ბელა მაღლაფელიძე, უბატონო მარიამი ქვია, რაღაც წითური თმებია და გიორგი ნიკოლეიშვილი. მათ ძალიან კარგად იციან. ადმინად წოდებული გიორგი ნიკოლეიშვილი, ჩვენ ამერიკის ადმინია, რომელიც არ ვიცი მე რა სამუშაოები აქვს, იქ ხა სადღაც კაბინეტში რაზეა საუბარი, მითხარი. ხო? აი ეს და არის მამუკა დავარაშვილი. ეხლა გადავდივარ მამუკა დავარაშვილთან, ხალხო. ეხლა მოვისმინეთ თქვენ. ეს მამუკა დავარაშვილი გახლავთ საქართველოსა და ისრაელის მოქალაქე. ადამიანი, რომელმაც გვიან დაიწყო ამ არა ადამიანებთან ურთიერთობა და მეგობრობა. გვიან, ანუ ჩემი აზრით 3-4 თვის უკან. ეს ადამიანი დაუკავშირდა ამ ლუციფერებს და შექმნა თავისი ქართული და არ ვიცი NGO-ები ვინ არიან, NGO-შნიკებს ეძახიან, რამდენად მართალია არ ვიცი, იმდენი მაგათ რა უთხარი. ადამიანი შექმნა ქართული აი არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო. ქართული ებრაული ჯგუფი და რუს ებრაელებთან ერთად ეს რუსი ებრაელი გახლავთ პოდოლიაკი, არ დაგავიწყდეთ პოდოლიაკი ვინ არის? პოდოლიაკი ეს არის ზელენსკის როგორ გითხრათ ედვაისერი, ოკეი, აი დარიგების მიმცემი რა ესეთნაირად ედვაისერი, ზელენსკის ედვაისერი ყოფილი მოადგილე, იმდენი მაგას რა უთხარი. ნუ ადამიანი, რომელიც შესაძლებელია დიდად არ იკლავს თავს, მაგრამ მან იცის რა ხდება. ზელენსკი, ვიღაცა ალექსანდრე ცვი, ყოფილი სამხედრო, ვიღაცა ისაკი, ამ ადამიანებთან რეკავს ყოველდღე, ეს გახლავთ მამუკა დავარაშვილი. რა პასუხი აქვთ ქართულ ქრისტიანებთან მამუკა დავარაშვილს? მითხრეს, ძალიან მაინტერესებს. პასუხი უნდა გასცეს მან, ქართულ ქრისტიანებს, რატომ შედის საქართველოს ტერიტორიაზე და რატომ აბულინგებს ქართველებს. ანუ ის ქართველია, მითხრას რა, გევედრები, მამუკა, თუ მისმენ ეხლა, მე არ ვიცი.
მე მიუმართავ ქართველ ვაჟკაც ებრაელებს. ამ ადამიანს აუცილებლად, ძალიან მაინტერესებს მისცენ შენიშვნა. ასეთი მუშაობა შორს ჩვენ არ წაგევმას. მას ეს ხალხი, რასაც აკეთებენ, ეს საშინელება. ქართველი ქრისტიანები, ღარიბი მოსახლეობა შეყავთ ჩუმად, ეს გლუბჟე რო თქვა, იმის ავტორი გახლავთ ეს. ის ადამიანი ჩამოკიდებული არის, ჩამოკიდის აქვს მიხეილ სააკაშვილის ვითომ მხარდამჭერი რაღაცა ორგანიზაცია აქვს შექმნილი, რაღაცა ან კი და ან არა, რაღაცა ეს ჯგუფი თუ ეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ჯგუფი. გესმით? ეს მე პირდაპირ ვეტყვი, რომ ეს აფერისტია. მე მიხეილ სააკაშვილი მე რა საქმე მაქვს მიხეილ სააკაშვილთან. მიხეილ სააკაშვილთან თუ უნდა დაუშვათ საუბარი, მოდი ტელეფონი აიღოს, ფიზიკურად დაურეკოს ნომრის საშუალებით, მოიკითხოს სადაც არის. ეს პირდაპირ ურეკავს ვინმე გაბელია ნიკოლოს. სადღაც ბათუმში აქვს მაგას თავისი მხარდამჭერი ორგანიზაცია. რაღაცა სადაც ზიან თუ აი რას აკეთებს ეს ნიკოლოზ გაბელია, არ ვიცი, თეთრი სახის ლამაზი ბიჭია, ძალიან სიმპათიური. მე არ განვიკითხავ მაგ ბიჭს, მე არ ვიცი. არც მაქვს უფლება ვთქვა, არ ვიცი, მე მაგის პირადული არაფერი, რა სისულელია, ბავშვი ცოდვა, მე არ შევეხები რა სისულელია. მაგრამ მას ჩემი საცოდავი თავის ჰავზე შეერთების საშუალებით უკაბელო ტელეფონით კონვერსეიშენი, ანუ დიალოგი აქვს ვინმე ნიკოლოზ გაბელიასთან, ჩვენს მამუკა დავარაშვილს. მაგას აქვს ახსნა განმარტება, რამე მე მიუმართავ ჩვენს ებრაულ დაუშვათ როგორ გითხრა, ვაჟკაც ებრაელებს, ნორმალ ებრაელებს, ვინც კოშერული პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობს. იმიტომ რომ ეს ადამიანი მე არ ვიცი. მაპატიეთ და ეს ადამიანი აშკარად ამით ცხოვრობს. ნახეთ, ჩემი ამი მაპატიეთ რაღაცა გაზიანი მივირთვი და არ მაპატიეთ ბოდის ვიხდი. და ეს და აი როგორი საუბრის თემა იმ გიორგი რა ქვია გაბელიას ნიკოლოს გაბელიასა და მამუკა დავარაშვილს შორის არის ყოველ დღე საუბარი ჩემი საცოდავი თავის საშუალებით. გესმით? რა ხელარ ადამიანობაზე საუბარი და მე უბრალოდ ძალიან მაინტერესებს, რას ქვია. ამ ბატონ მამუკას მიუმართავ აუცილებლად, ოღონდ კარგი ვაჟკაც ებრაელებს მიუმართავ, კარგ ტრადიციულ ებრაულ ოჯახებს მიუმართავ და მათ მისცენ შენიშვნები. სხვა შემთხვევაში მე აუცილებლად კიდევ და კიდევ საქმის კურსში ჩავაყენებ ჩემს ადვოკატს. დღეს ახლა არ ვიცი ანახე რომელი საათია, შეიძლება ვერ მომასწრო, ხვალ დავრეკავ და მე მოგეხსენებათ ჩემი кейსი 2022 წელს გავხსენი, რომელიც არც გამოუძიებიათ საერთოდ არ საერთოდ იქ რაღაცა თავიანთი რომელიც ჩემი кейსის მეოთხე და მე-6 კონვენციის მუხლის საერთოდ მათ აბუჩათ აიგდეს, არც გამოიძიეს, არც არაფრად არ ჩააგდეს. არაფრად, იმიტომ რომ არ ვიცი რისი ეშინიათ, ვერ გავიგე. არ მართლა გეუბნები, არ გამოიძიეს, არანაირ ძაღლად და ეხლა მე მაქვს მტკიცებულებები ადამიანების საშუალებით, ძირითადად ვინ არიან ამ ადამიანების მოწმეები. ამათ მე მოწმეებს ვეძახი, იმიტომ რომ ყოველ დღე მისმენით, მე როგორ მწვალობ. და საღამოთი როცა ჩაურიცხავენ ფულს, თანხას, მაშინ დაამშვიდდებათ გული და ქრებიან, მიდიან თავიანთ სახლებში. ეს ცხოვრება არის? ღმერთო ჩემო, რა დავაშავე, რამ ხელოცოდებს ჩადიან, თუ იცით თქვენ. ეს მამუკა დავარაშოს მე პირდაპირ ქართველი ებრაელებს მიუმართავ. არ ეწყინოთ, კაცო, ჩვენ ქართველი ებრაელებს მიუმართავ, ჩვენ არა ვართ ანტისემიტიკები, ყველა მიცი ჩვენი დაუშვათ ეს ურთიერთობა მათ ისრაელთან ყველა მხარს უჭერს და აუცილებლად მიუმართავ ტრადიციულ ოჯახებს, რომ ეს ადამიანი
უნდა იყოს აუცილებლად, აი როგორ გითხრა, ვინმემ თავზე ყური უნდა აუწიოს და აუცილებლად შენიშვნა უნდა მისცეს თუ დაუშვათ ხაზზე არ გამოვიდა, იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა ჩავაყენებ საქმის კურსში ჩვენს იურისტებს საქართველოში, თავიდან აღძრავ საქმეს, სახელგვარებს გადავცე და თუ ხაზზე არ გამოვიდა და გაქრა, თვითონ ქართველი ებრაელებს გადავცე. იმიტომ რომ ეს ცხოვრობს ქალაქ თელ-ავივში. იქიდან არის შეერთებული და უმალავს თავისი მეგობარია ჩემი ძალიან ახლონათესავი კობა სუბელიანი, რომელიც აქ არის უპატიოსნესი ბიჭია. ხო, კობა სუბელიანი, მაგის ახლობელია. ძმაკაცობენ თითქოს რაღაცა ეზერაშვილი კი არა, სააკაშვილის ხარდამჭერი ჯგუფი, ესენი ახლობლობენ, მაგრამ მოდი რატომ მალავს სიმართლის? ეს რა ახლობლობა, ეს არ არის ახლობლობა, ეს არის უკნიდან დანის ჩარტყმა, ეს ღალატის ტოლფასია. ეხლა მე თქვენ გეტყვით. ეხლა ყველაზე მთავარი შემოკარგებოდა შენი ძალიან დიდი გამომივიდა ვიდეო, ვაიმე, ღმერთო. ეხლა ყველაზე მთავარი შემოკარგებოდა შენივრებო, მე ხო გითხარით რომ ერთს ვიტყვი და დავამთავრებ. თუ საიდან მოდის ეს ამ არაადამიანების ეს არაადამიანური დაფინანსება. მე ხო გითხარით რომ ლუციფერული, აი როგორ გითხრათ, ლუციფერების მიზანი რა არის? ანუ ლუციფერი ესენი არიან დემონები, ჩემო კარგო, ნუ რა ვის ნუ ეწყინება. დემონური ჯგუფია, ლუციფერული ჯგუფი ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ესე იგი ნუ არიან სიცრუის მამები და ცდილობენ ყველანაირად გაანადგურონ საზოგადოება, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ქრისტიანული და სხვა ეროვნებები, ალბათ არ ვიცი ხა. და მაგასთან ერთად ცდილობენ რომ ბავშვო, ვაიმე, მაპატიეთ რა, ეხლა უნდა ვთქვა სიმართლე. ბავშვობიდანვე ასწავლიან პატარა ბავშვებს, მაგათ პედოფილებს ეძახიან. ასწავლიან ანალურ სექსს. მაპატიეთ რა, ბუდის ვიხდი, მაგრამ ეს სიმართლეა უბრალოდ. ანალურ სექსს. ანუ ლუციფერები არიან, ლუციფერებსაც რაღაც ცდილობენ გააფუჭონ, გაანადგურონ, ნარკოტიკზე დასვან, რომ გარიყონ საზოგადოებიდან და მოკლან და გაანადგურონ. ანუ სპეციალურად წვალებლები არიან ხალხო, ღვთისმგებლები არიან, რომელთაც იციან ბიბლია, განათლებულები არიან, ნუ გეშინია, მათ ბიბლიაზე პირად იციან, მაგრამ ესენი სპეციალურად მუშაობენ დემონურ სისტემაზე. ეხლა მე გეტყვით ერთ რამეს კიდევ. რავი, ძალიან გვიან მომივიდა ინფორმაცია, რომ კარდაშიანების ოჯახი, ერთ-ერთი უფროსი დედა, კარდაშიანი არა, ჯენერი, რა ქვია მათ სახელი, დედას რა ქვია სახელი, ხმებთო, კრის ჯენერი. თითქოს ამ კრის ჯენერსთან შექმნეს ამათ საერთო, აი როგორ გითხრათ, ფონდი, ხარკის ასაკრეფი თუ ფონდი როგორი ეხლა, ფონდი ორგანიზაცია და ლუციფერული ფონდი თითქოს საქველმოქმედო ეხლა, აი იმას ხوار დაწერე ხომ არ გეტყვიან რომ ეს არის საბოროტ მოქმედო. ხო? აი ესე თითქოს საქველმოქმედო ფონდი, მათ ეს არის კრის ჯენერი, კარდაშიანების ოჯახის უფროსი, რომელსაც აქვს კალიფორნიაში ძალიან დიდი ორგანიზაცია. სადაც ეხა მე ვინ ვაგდივარ, ხახო არ გეგონოთ რომ მე ეხა ყველგან, მაგრამ მათ ჰაკერები დაიქირავეს და ალბათ კოლ-ცენტრი აქვთ, მე არ ვიცი. პარალელურად როგორც ჩანს იპარავენ ესენი. თორე ეხა მე ვის რა ჯანდაბათ უნდა ვარ, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან ბევრჯერ გადაუხადეს ჰაკერებს უხდიან $500, რომ მიუდმივ რეჟიმში ვიყო კომპიუტერულ სისტემაში შიგნით. მიხვდით? რაზე რამხელა ადამიანობაზე საუბარი და ეს კრის ჯენერი საქმის ჩვეულებრივად მისმენს, რა ვიცი. და მაგ კრის ჯენერს ყავს ერთი ვაჟი, ეს არის რობერტი. და ეს რობერტი არ გეგონოთ ვინმე ახლა ისეთი მაგარი და ჭირივე ძველი, მაგარი კაი ტიპი არა. ეს რობერტი
უმუშევრობის გამო ზის კალიფორნიაში და აგროვებინებს თურმე ამ არაადამიანებს ფულს ჩემი წამების გავლენის კონტროლის წამების გავლენის ქვეშ ანუ როგორ ხდება მე ხო გითხარით კიდევ და კიდევ ვირუსული ზეწოლა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩემს შინაგან ორგანოებში რომელიც შეყავთ ბიოტექნოლოგიური მიკრო ლაზერის იარაღის საშუალებით ზუსტად ვიცი და მე როდესაც ვაუ მე უკვე ცუდად ხდები ეს შედის Google-ში და ესენი აწერენ ალბათ Google-ს დიდ ფულს ექსპერიმენტის საშუალებით და მათ აქვს ძალიან დიდი ორგანიზაცია და ფონდი სადაც ძალის გამოყენებით ხდება ანუ ფულის ხარკის აკრეფა ხდება თუ მოპარვა ხდება ალბათ ან ხარკის აკრეფა ან კრიბავენ ან იპარავენ იკრიბება ძალიან დიდი ფული რის საშუალებითაც ეს ადამიანები ნაყრდებიან ნუ ბოლოს მივედით იმ დასკვნამდე რომ მე ესე გავიგე ღმერთმა შემინდოს ერთ-ერთი ადამიანი მონაწილეობას ვინც იღებს ეს გახლავთ ხალხო კრის ჯენერი ეს არის კარდაშიანი სომეხი კარდაშიანი რომელსაც სომხებს ეძახიან სომეხი მილიონჯერ სომხებს აზიარებენ ხო და ბევრი რომ არ მოგაბეზრეთ ჩემო კარგებო ჩემო თანამემამულეებო მე თქვენ გეტყვით ეს კრის ჯენერი ჩემზე იყო რამოდენიმეჯერ შეერთებული, როცა მიხვდა რომ Google-ის პლატფორმას არალეგალური გზით შეეძლო დიდი ფულის როგორ გითხრა გადახდა, მან დაიქირავა ჰაკერები და ერთი დღე მე კინაღამ გავიგუდე, ისე ცუდად გავხდი. მე აქ კინაღამ გავიგუდე რა. კინაღამ გავიგუდე აქ პოლიციაში გვერდზე მივედი, ძაღლად არ ჩამაგდეს. ჰოსპიტალი გინდა. მე ჰოსპიტალში არაფერი მჭირდება, არაფერი საქმე არ მაქვს, მეთქი მივუთხარ. სასწრაფოდ მეთქი ამ სასახელები და უსახელე, მიპოვეთ მეთქი ეს ადამიანები, რომ სასწრაფოდ დაარეკონ საათ ტელეფონის ნომერიც არ მაქვს, წარმოგიდგენია. და ძალიან დიდ თანხაზეა ლაპარაკი, ურიცხავს თურმე Google-ი და როდესაც იკრიბება დიდი თანხა ნუ ამას donation შემოწირულობებს ეძახიან ხალხო ეს რამდენად პორტალია მე ეს არ ვიცი donation ანუ შემოწირულობები ამას ეძახიან ნუ ეს თაღლითების შემოწირულობებს ეძახიან ახლა ხო არ იტყვიან რომ მე ვიპარავ მე ვკლავ რაღაცით ვაგროვებ ან დაუშვათ კრედიტებით ვიპარავ აი არ ვიცი ესენი რაღაცას ახერხებენ ესენი ყოველდღე კრიბავენ ფულს სპეციალურად და ამ აი როგორ გითხრათ ფულის შეკრების მერე დღის ბოლოს ესენი ეს ქართველები მე ვინც ჩამოგისახელეთ ნახეთ პირღია კოშიებივით კოში აი პატარა იბებივით რა ქვია როგორ გითხრათ პირღია ჩიტებივით აგე მეც მომეცი ფულიო ხევ იმაში დგაებ როგორ გითხრათ რიგში დგებიან ნახე მე გითხარით ვინ არის მერე შემდეგ ანუ სიჩუმის სანაცვლოდ ამათ ფულს უხდიან კიდევ და კიდევ ვიმეორებ ზაზა ფაჩულია ვატო წერეთელი რომელმაც მე აქ შემოუშვა ჩემთან ხმოვანი თუ მოკვდა სუიციდი დავაბრალოთ ძალიან ნუკი კოშკელიშვილი და თავისი ბენი ქმარი ბენჯამინი ქმარი ღმერთო ჩემო დამტკიცებულია ეს ხომერიკი კახა კრიხელიეს ხულუნელი კეზერაშვილის ნათესავი თავის კეზერაშვილთან ერთად მაგრამ კეზერაშვილი აქ არ გახლავთ კეზერაშვილი გერმანიაშია საფრანგეთშია და რა კავშირი აქვს ამ წილებთან მართლა არ ვიცი და თლად ამდენი ინფორმაცია არ მაქვს თითქოს აქვს რაღაცა წილი მაგრამ კეზერაშვილი ამერიკაში არ არის კახა კრიხელი არის ნათესავი თინა მახარაძე ბელა მაღლაფელიძე ადამიანმა რომელმაც იცის და არ ვიცი მე გეუნები მე არ მინდა მართლა რომ შეურაცხყოფა მივაყირო და აი მეთქი ჩემით იღებ ხელფას მაგრამ მე არ ვიცი იცის ჩემთან როგორ ასეთი საშინელება ხდება უბატონო ვიღაცა მარიამი და მე ვამბობ კიდე მამუკა დავარაშვილი არის ისრაელიდან არის შეერთებული და პირდაპირ ეუნება რომ შეეგროვდა თუ არა ფული და შეგროვების მერე ჩქარა ეხა ფული გადმორიცხეთ ანუ რა ფულზეა საუბარი რა თქმა უნდა მე შუაში ვყევარ კიდევ და კიდევ ვიმეორებ როგორც ამათი თითქოს ამათთვის მე თურმე ბულინგის როგორ გითხრათ
აი ყველაფერი საშინელი ვირუსების სანაგვე ყოფილვარ მე. წარმოგიდგენ, ესენი და რა ვიცი, ყველაფერი ცუდი რა, ელოდებიან რომ ფული გადაირიცხოს. ანუ მე ესენი მყიდიან, სხვა არაფერი, ესენი მკვლელები არიან უკვე. ჩემთვის ესენი მკვლელები არიან. მკვლელები ჩემო კარგებო. და რაც შეეხება საქართველოში, ვინ იცის ეს რაც ხდება, მე როგორც შეერთებული ვარ კომპიუტერზე. ეს არის მამულიჩა, მამულაშვილი, კახა მამულაშვილი და ლელა წურწუმია. მან ძალიან კარგად იციან და გვარამია მიცის კიდევ. ხარ მინდა არ დაგაბუნიოთ, ძალიან ბევრი ისტორია ჩამოგიყალიბეთ და გვასალია და ქუთათელაძე ხალხო. გვასალია ეს არის იმ ჯენერის დაქალძმაკაცი და ქუთათელაძე ბესო, რომლებიც ეხლა მე არ მაინტერესებს ეხლა გვასალიას რა ფუნქცია აკისრია, მაგრამ ეს ადამიანი 24/7-ზე აზიარებს გვასალია. გვასალია რომ მე გამაგონოს, გვასალია ქუთათელაძე, გვასალია ქუთათელაძე, გვასალია ქუთათელაძე. ნუ დღეში მე უკვე მართლა ყურადღებასაც არ ვაქცევ, იმიტომ რომ დავიღალე უკვე. მე რაში მაინტერესებს ახლა გვასალიას რისთვის ჭირდები, ხო? ეს რაღაცა შაუბნელ საქმეში იმ თავის კრის ჯენერ კარდაშიანთან და რობერტთან ერთად ალბათ აქვთ მაგათ საერთო კავშირი ამ დაუშვათ რაღაც საქველმოქმედო ფონდთან და როგორ ნაწილდება ეს თანხები, ვისთან მიდის, ეს უფალმა იცის და აი ესენია ძირითადად ეს რამოდენიმე ადამიანი, მე თქვი ჩამოგისახელებ, რომელსაც მე მკვლელები დავარქვი, იმიტომ რომ ესენი მე ეს არ ვიცი, როდის და რანაირად იქნება ეს გაჩერებული, ეს არაადამიანობა, ნამდვილად მე არ ვიცი. მე ძალიან გადავიღალე ხალხო. მე კიდევ გიმეორებთ, რამოდენიმე ადამიანი დაგისახელეთ, მოწმე ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობენ ამათთან და ამბობენ წერეთელის ბაგეების საშუალებით, რომ მე თუ რამე დამემართა, ესე იგი მე სუიციდი უნდა მომაკერონ იარლიყად. გესმით? მე ჯანმრთელი ადამიანი, მე სუიციდ როგორ გოგო, სუიციდი თითქოს მე თავი მოვიკალი, ასე უნდა თქვა. მე ეს გავიგონე. ეხლა მე გეუბნებით, ესენი მკვლელები არიან. ეს ხალხი საშიშია სრულიად საქართველოს საქრისტიანოსთვის. ამიტომ გამოუფხიზდეთ ხალხო, ძალიან კარგი ხალხი მიყურებს, აგი მიყვარხართ ხალხო ძალიან. ყველა კეთინო, ყველა აღარ დავასახელებ შეგნებულად. ადამიანებო I love you. ყველა აი ძალიან მიყვარხართ ძალიან, მაგრამ ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია. მართლა ამ ვირუსებმა უნდა გამფატროს და მართლა უნდა მომიღოს ბოლო, რომ მათ თქვან სისულელე, რომ მე თითქოს სუიციდით რაღაცა ადამიანი, მორწმუნე ადამიანი, რომელიც თვეში ერთხელ აღსარებას ვამბობ. ლოცველი ვარ ადამიანებო, ჩემი ცხოვრება გერამათ მაიციან, მე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ჩვეულებრივ ნებისმიერ გეოლოკაციას გადავაადგილდები. ჩემით ყველგან ჩემს როგორც ნურის თქვა მინდა ჩემს სამუშაოზე და ყველგან გადასარევი დახასიათებით სარგებლობ არ ეს რა შუაში ახლა ჩემით. ესე იგი სამუშაოზე, სახლში ყველგან გადასარევი დახასიათებას წაიღებთ, სადაც გინდა გაიკითხეთ. ოღონდ ეს ხალხი ჩუმად ვინც მაბულინგებს ამ არა ადამიანი უკანასკნელი მეთოდით, ესენი თქვენთვისაც საშიშები არიან. აი ასე, ჩემო საყვარელო საქართველოს თანამემამულეებო. მე თქვენ ხომ გითხარით, ჩემი სიცოცხლე მართლა საფრთხეშია. ძალიან მეშინია, რომ მართლა ამ ვირუსებმა ბოლო არ მომიღოს. იმიტომ რომ ესენი ყოველი დღის განმავლობაში იღებენ ხელფასებს, ესენი ჩუმად მუშაობენ, ჩუმად. არავის არ ეტყვიან ამ სიმართლეს, რომ არსებობს ბიოტექნოლოგიური, მაგიური, ლაზერული იარაღის პროგრამა, რომელიც პროგრამდება ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, რომელსაც შეუძლია
თქვენს ორგანიზმში შემოაღწიოს. თუ ჩვენ ეს ხმამაღლა არ ვთქვით, ეს თამაშია უკვე, გესმით? გოიმების, ანუ ქართველი ქრისტიანების ჩაყრა კომპიუტერში, განადგურება, რავი, სუიციდალურ პროგრამების შეყვანა, ანგარიშების მოხსნა, ქურდობა და ყველაფერი ცუდი და მოკლა, გარდაცვალება ჩვენი. აი ეს არის. მე ხლა რა ვიცი, ყოველდღიურ ზეწოლას რა თქმა უნდა განვიცდით და ჩემი სიცოცხლე საფრთხეში არის, რომელიც ძალიან მეშინია მართლა, რომ არ მოვისწრაფო სიცოცხლე. ძალიან აი მუშინ მართლა შემეშინდა ძალიან ისე ამტკიცდა დავი. ამიტომ ჩემო ხალხო და ჯამაათნო, მე მინდა თქვენ გაერთიანდეთ ჩემს ირგვლივ. რამე მოვიფიქროთ, მე რაც ჩემში და რაც მაგრამ მე მარტო ვარ, მითხარით, მარტო როგორ მოვერიო ამდენ მართლა უსინ, რომლებიც საგულდაგულოდ მალავენ. რომ ესე იგი თუ რამე მომივიდა, თურმე სუიციდი უნდა დამაბრალონ, გესმით? წარმოგიდგენი, ესენი მალავენ, გოგო, ესენი მალავენ, ესენი არ გეტყვიან სიმართლეს. ამიტომ მე ვაპირებ ერთადერთი მე გაგიმხელთ, ვაპირებ თავიდან საქმის აღძვრას და ამ ქართველებს გადავცემ. სასწრაფოდ ესენი იყვნენ დაკითხული იყვნენ და გავიგოთ კარგად ჩვეულებრივმა მოსამსახურეებმა აჩვეულებრივ ოჯახებმა, პატიოსან ოჯახებმაც გავიგოთ რა პროგრამა არის ის, რაც აი ასე ადამიანზე არის შეერთებული და 24/7-ზე ბულინგის და არაადამიანობის და ვირუსის გავლენის ქვეშ დაუშვათ ხდება შეყვანა და საბოლოოდ ეს ხდება გარდაცვალება ხალხო, ადამიანის განადგურება. ხო, აი მითხარით, ძალიან მინდა რომ თქვენ დამეხმაროთ ხალხო. რა ვიცი, ახლა აქ მე ვინც მიყურებს ყველა კარგები, მაგრები და მე გამიზიარეთ კიდევ და კიდევ კი შეგაწუხეთ, ამიტომაც არ ვცდილობ ხა ყოველ დღე შემოვიდე და ავხსნა ეს არა ადამიანობა, რომელიც უწყვეტ ფორმაში ყოველი დღე ხდება. შემოკარგებო. კარგით, აბა მე დაგიმშვიდობებით, მე თქვენ ხომ აგიხსენით ვინც არიან ესენი? ესენი ის ქართველები, ძველები, რომლებიც ამ ისევ ძველებურად უწყვეტ ფორმაში აგრძელები. მიხედვით იმისა, რა ვიცი, ერთი 5-ჯერ გავავრცელა ვიდეოში, ამათი გვარები მე ეს არაფრად არ მიაჩნიათ. იმიტომ რომ მათ ეტყობა ქართველების აგდება უფრო ამჯობინეს, ვიდრე დაუშვათ კეთილშობილურად გვერდში დგომა. კარგით? მე გითხარით თქვენ, მე დახმარება მჭირდება და ძალიან გთხოვთ. ჩემო კარგებო, დამიდეკით გვერდში. ეხლა გამიზიარეთ და ვინც იცის, ახლა მაგალითად მანუჩარ კაჭახიძემ იცის, კიდე ეს უმაგრესი ბიჭია. მანუჩარ კაჭახიძემ. არ ვიცი, ახლა ეს არ არის ახლა ისეთი ამათთან მე მგონი არაფერი საქმე არ აქვს, მაგრამ იცის მაგან როგორ ვარ შეერთებული, ღმერთო. ხმა ამოიღოს რა, გეხვეწებით, იქნებ თქვენ მაინც უთხრათ, დაურეკოთ, აგერ მაგს ტელეფონი, იქნებ გადავცეთ. და კარგით, ეხა შევწყვიტა უკვე მე არ მინდა მოგაბეზროთ თავი. კარგით, ჩემო მე უბრალოდ რიდით და დიდი სიყვარულით, პატივისცემით ქართულ საზოგადოებასთან ერთად, მხოლოდ და მხოლოდ ვამბობ ჩემს გაჭირვებას, პრობლემას, რომელშიც მე უძლური გახლავართ, მინდა რომ დამეხმაროთ, კარგო, დამეხმაროთ ჩემო კარგებო. კარგით, აბა, დაგემშვიდობებით. კარგით, აბა თქვენ იცით. კარგით, ახლა გავაზიარებ მე და თქვენც გამიზიარეთ, კარგით.